რუსეთში ყველაფერი მოგვარდა, აირჩიეს, არც გამოსვლებია, არც რევოლუციებია და არაფერიც არ არის იქ, რომ ეგონათ ინგრეოდა რუსეთი, შენებლობა მიდის რუსეთის. ეს 12 წლიანი პუტინი უკვე საჩუქრად ყავს რეგიონს. ხო, ეს 12 წელი მინიმუმი, სულ მინიმუმი 12 წელი იქნება, თუ ჯანმრთელობამ ხელი შეუწყო. ხო, ეგ უფრო გაამაგრებს ამ იმას, ჩამოაყალიბებს თავის ხალხს, გადაახალისებს, გააძლიერებს. და ან ისეთი ის არის ახლა, რა ბედნიერი და გახარებულია. და ეგეც დაადგა დემოკრატიის მშენებას რუსეთში. ეგრე კი არა, კომუნიზმს ეგეც არ აშენებს და მარქსიზმს ახლა, ხო? განცხადებები დემოკრატიული აქვს მაგასაც. მიშა სანამ მანდარი, მიშა, ბატონი მიშა და მიშიკო, არაფერი არის, აი რაც აი ახლა არის იქნება, არაფერი არ გამოიცვლება მანდ. მიშიკო, ასეთი ურთიერთობა ახლა რუსებს თუ აწყობთ, ეს მე მაინც მიმაჩნია, რომ დაწყევლაა ქართველებისთვის და რუსი მამაძაღლობს, რომ არ ცდილობს საქართველოს გაჯანსაღებისთვის. აი როგორც დასავლეთი არ ფიქრობს ახლა ჩვენს გაჯანსაღებას და სახეზია 10 წლიანი ჩვენის დასავლეთთან ურთიერთობამ. არაფერი ნაყოფი არ გამოიღო ქართველი ერისთვის, გაუბედურებულია ქართველი ერი. უმუშევრობა მაღალი დონის, ერთი კლასი წამოგვაჯდა და მაგრად არის, გრიალებენ, პოლიციური რეჟიმი არის. ხო, ერთი კაცის ნებაზეა ყველაფერი, მისი ნათესავები გრიალებენ ბიზნესში. ეს ნაღდი არის. დასავლეთთან ურთიერთობა ჩვენ ქართველ ერს მასობრივად 60%-ს მაიც. ხა ყველა შეიძლება ვერ იმასაკნა. არაფერი სიკეთე არ მოუტანია. აი ახლა რუსეთს აქვს იმედი, რომ იმედი რა არის, რუსებზე აქვს ყველას იმედი, რომ ეს გააკეთებს რამეს. თუ ეს ესე დატოვეს რუსებმა, როგორიც ახლა ესეა, ესე იგი რუსებსაც იგივე აქვს ჩაფიქრებული, რაც დასავლეთს. იყოს ეს რეჟიმი ესე და ტყავი გააძროს ქართველებმა ქართველებს. არ იყოს ბუნტი. თეორიაში არის ეგეც. დავტოვო სააკაშვილი და ვიყო ესეთ დისტანციაზე. პუტინის პირით ვლაპარაკობ. რატო უნდა შეგიტენო? შეგიტენო, ჩემი ისეც დაეცემა. მერე შეგიტენო, ქართველები აგიჯაყდებიან, რუსეთის შეეტენე რამე და ესეც არეულობას გამოიწვევს. მოდი დავრჩეთ ისევ, აი ესეთი ანტითეზურ დამოკიდებულებაში, ხო? ვაგინოთ ერთმანეთს, მაგინე შენ მანდ ისე და ცხოვრება გავიტანოთ. ესე არ არის სულ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა 10 წელიწადია? და ვინ მოიგო ამ ურთიერთობაში რუსებმა? ესე იგი ფინანსურად ზურბელა არ აყავს საქართველოს სახით, ტერიტორიებს რუსები აკონტროლებს მაინც, ვერამ ვერ შევიდა იქ დასავლეთის ჯარი. ტერიტორია კიდე 11,000 კვადრატული კილომეტრი ჩამოჭრილი იქნა და აი ასეთი მდგომარეობით რუსებმა მოიგო. ჩვენ კი წავაგეთ. და თუ რუსებმა ისევ ეს მდგომარეობა დატოვეს, ეს არის ყველაზე ცუდი ვარიანტი. და თუ რაიმე ცვლილება წავიდა, თვალსაზრისით რომ მთლიანად შეფობა რუსებმა აიღოს ხელში, მე ამას დადებით მომენტად მივიჩნევ, რომ მართლაც აწუხებს, როგორც კომუნისტებს გახსოვთ, კომუნისტებიცაც აწუხებდათ მაგალითად ყველა საბჭოთა კავშირში უმცირესობა აწუხებდათ. და ყველას ხელს უწყობდნენ იქ ოსები, ჩეჩნეთი, დაღესტნელები, ქართველები, აფხაზები, ოსები. მართლაც არ ავრცელებდნენ რუსულ ენას, ისე დონეზე რომ მარტო რუსული. არ იყოს, მაინც აწუხებდნენ, იცავდნენ რაღაც დოზირებით. და ჩანდაკიდევაც დახმარება ასეთ ქვეყანებს საქართველოს კარგი ეკონომიკური ის ქონდა გახსოვთ ალბათ, ხო, დახმარებები იყო და იქ სამუშაოებს რუსები აჩენდნენ. სხვათა შორის საქართველოს რომ ერთ-ერთი ესეთი ქვეყანა იყო, სადაც უმუშევრობა ყოველ შემთხვევაში არ იყო, რა, უმუშევრობა პირდაპირ ფიზიკური გაგებით. დღეს ფიზიკური გაგებით არის უმუშევრობა. ფინანსური გაგებით იყო საქართველოში უმუშევრობა. 120 მანეთი ხელფასი ფაქტობრივად უმუშევრობა იყო ეს. ზიხარ და არაფერს არ აკეთებ. ეს პენსიასავით გეძლეოდა. ახლა ქართველი დაკავებული იყო ქარხნებში, ყველგან საკვლევ ინსტიტუტებში, ყველგან. ტოტალური დაკავება იყო და ვინც არ მუშაობდა, პოლიცია დაგადგებოდა სახში და გაიძულებდნენ გემუშავა. ესე იგი, მაშინ პოლიცია დააძლებდა ხალხს იმუშავეთ. დღეს ხალხი დაძდებს ყველას რომ მამუშავეთ. და თან მამუშავეთ რა იცი, ჯანდაბას 100 ლარი და 200 ლარი. ესე სახვეწარი არის 200-300 ლარიანი სამსახურიც კი ძალიან ბევრისთვის. გამორიცხეთ 400 და 500 ლარიანი სამსახურები, მან ჩაწყობა არის. ამ დროს არაფერი არ არის, ჩვენ ვიცით 500 ლარი ეს ალბათ იმ ძველი კომუნისტური მერკებით 80 მანეთიც არ არის. შემსყიდველ უნაურიანობა ძალიან ისეთი ის არის, ხო და აი დღეს ნახეთ როგორი ვითარება არის. მაშინ ახლა ფიქრობდნენ და აი ეხლა თუ რუსები აი იმ გაგებით შეხვდებიან ისე რომ მართლა აწუხებთ, ცოტა დაიტოვეს ჰუმანური რაღაცეები, მოსაზრებები და საქართველოს მოსახლეობაზე ზრუნავენ, თუნდაც აი რუსი რო ცხოვრობს მან, თუნდაც აზერბაიჯანელი და რაღაც ამდაგვარი და აი მაგიტომ გაჯანსაღება დაიწყეს. შეეთყობა მაგას ცვლილებებში. და თუ ესე დატოვეს, როგორც ახლა ფაქტობრივად დატოვეს რა, სააკაშვილი მთავრობაში, ესე იგი ზუსტად იმას აკეთებენ, რასაც ჟირინოვსკის პუტინი რუსეთში. ჟირინოვსკი რო ყველას რო გონია, რომ ოპოზიციონერი ერი.
ეგ ამაგრებს პუტინს, ასევე მოხდება ეგ ხელს უწყობს პუტინი სააკაშვილის მანდიყოს. ესე იგი ანტირუსული განწყობა საქართველოს აწყობს მოსახლეობას და ამის კარგი წარმომადგენელია სააკაშვილი, დავტოვოთ ანტირუსული განწყობა, სამაგროდ მე ვიგებ ამ ანტირუსული განწყობით. ზარალდები შენ. და რომ ეხლა შემომეტენო მე და მე შენ წაგიყვანო, ეს ხალხში ხლა როგორ დავაბრუნო ეგ ძალიან ბევრი გახლეჩილებას გამოიწვევს ყველა ადამიანში. ამიტომ არის საშიშროება, ისევე დარჩეს ყველაფერი როგორც ეხლა არის. პატარა ცვლილებებით, როგორც თქვი 50% ისე ვთქვათ რომ სააკაშვილი არ იყოს პრეზიდენტი. მაგრამ 50%-ს ვიტოვებ რომ მაგან გააკეთოს ეგ, მიაღწიოს ამას. თელ ძალაუფლებას ეგ ფლობს საქართველოს ტერიტორიაზე. თავარი არ ჩაერიოს არავინ. სააკაშვილის აშინებს ჩარევა. თუ ვინმე ჩაერია, როგორც გარეთ ერევიან იმე თელ ქვეყნებში, ეს უკვე დამთავრდება ყველა ვარიანტში მაგის წაგებით. და ადგილობრივი ძალებით სააკაშვილის გამომცვლელი კაციშვილი არ არის. იმიტომ რომ არავინ არ ფლობს ძალას, თუნდაც ერთი, ვთქვათ, აი ნახევარი მაინც ისეთი ან მესამედი, როგორც სააკაშვილის აქვს. მთლიანად აკონტროლებს საქართველოს მთავრობა. მთლიანად აკონტროლებს, აი ხო რაღაც ისეთი ჯარი არ არის გაყოფილი, რაც მოხდა გამსახურდიას დროს. ხო და მთლიანად შეკრული არის ეს გუნდი. თუ რღვევა წავიდა გუნდში, გასაგები არეულობის დაწყებისა. ხო მე ნაკლებად ვიხრები იმისაკენ, რომ არეულობა წავიდეს. მე უფრო იქითკენ ვიხრები პოლიტიკა ისეთი მამაძაღლური რაღაცაა, რომ თამაშობენ ესენი დემოკრატიულობანას და კარგი როლები აქვს ყველას. მე ვფიქრობ, მაინც ისე დარჩება ყველაფერი როგორიც ეხლა არის და ისე ურთიერთობა ასეთი იქნება, როგორიც იყო 10 წელი რუსეთსა და საქართველოს შორის. არც დასავლეთისკენ წავა საქართველო, არც რუსეთისკენ წავა. უფრო იჯეჯილებს ეგ მთავრობა, უფრო გახეთქავს გულზე ოპოზიციონერებს, ბოლოს ბევრის გულები დაუსყდება მათ ოპოზიციონერებზე ლაპარაკი და რიგითი ხალხი თავის ცხოვრებას ეხლაც აწესრიგებს მთავრობის გარეშე. აბსოლუტურად რიგითი ოჯახები მთავრობის გარეშე ცხოვრობენ. არანაირი კეთილდღეობა მთავრობიდან არ აქვს იმ ოჯახებს, რომლებიც გარეთ არიან და აგზავნიან ფულს და მათი ოჯახის წევრები საერთოდ შეხების წერტილი არ აქვთ, არსად არ მუშაობენ, არაფერი, აი ესე სწავლობენ მარტო და იურიდიულ მოქალაქეებად ისინი არ ითვლებიან. სოციალურ მოქალაქეებადაც კი არ ითვლებიან. უნდათ გარეთ გავლენ, გამოვლენ. ნახეთ, ეს მდგომარეობა ხო არის ძირითადად მოსახლეობაში. და აი ეს მე თუ მკითხავთ, ეს საშინელება არის. ეს არის დარისხვება. ეს მდგომარეობა უფრო ცუდი არის, ვიდრე მაგალითად კომუნისტურ რუსეთში საქართველოს მდგომარეობა. აი არც იქით ახარ, არც აქით ახარ. გამკითხველი არავინ არ არის, ვისაც უნდა გააგორებენ, გამოაგორებენ, ვისაც უნდა დაიჭერენ ბოლკის დაადებენ, კიბეებზე დააგორებენ, წად და გაიგე, მოკტა იტყვიან. რატო დაიჭირეს კაცი? რა დააშავა? ივანიშვილი დაიჭირე, იმას რატო იჭერ? ივანიშვილს მიტოვებ და რიგით ადამიანს, რომელიც არავინ არ იცის, სადღაც სოფელში აყვა ივანიშვილს და იმასტაცე ხელი დააგორე ოჯახს, ბურჯი გამოაცალე. ეგ პოლიტიკა არის? ესენი ხელშეუხებლები არიან. არც ერთი ოპოზიციის ლიდერი 10 წელიწადია არათუ დაუჭერიათ, არც უწამებიათ. ხო, მსგავსი რამე არ არის, ხო? ესენი ამათ აქვთ უფლება აგინონ სააკაშვილს, ლანძღონ, მაგრამ საკმარისია ვინმე, როგორც ეს ქიმერიძე იყო და არც იცნობდა არავინ. რაღაცა ხმა მოიღოს, მაგას თითქოს დასჯიან, შენ ვინ მოგცა ამის უფლება? ეს უფლება აქვს ივანიშვილს, მაგრამ არ აქვს შენ. ეს უფლება აქვს ბურჯანაძეს, ეს უფლება აქვს ნათელაშვილს, მაგრამ არა შენ. და აი ესე მოხდა ახალგაზრდა კაცი. საშინელი მდგომარეობა სწორედ ეგ არის. როცა ვარ მე შენზე დამოკიდებული, კეთილინები და მაშინ იცი რა არის? უნდა შემინახო. შენზე ვარ დამოკიდებული. ხო, დასავლეთზე ვარ დამოკიდებული. ბიჭო, დაგვეხმარე ყველანაირად, მაშინ ხელი შემიწყე. კომუნისტურ სივრცეში როცა ვიყავით რუსებზე დამოკიდებული ხარ, საჭმელიც მოდიოდა, სასმელიც მოდიოდა 80-იან წლებამდე. გატენილი იყო მარკეტები და გატენილი იყო ვინ კადრულობდა მაგას. ხედავთ, ჩვენ ვიყავით დამოკიდებული და ჩანდა ეს ჭამასმაზე. საქართველოს იყო ჭამასმის ქვეყანა. საკუპატეები, სამწვადეები, სასადილოები, მაშინაც კი იყო გრეალი. ჩვენ გამოვედით ახლა ამ იმიდან. ვიღაცამ ხონდა შეგვინახოს. ჩამოვეკიდეთ დასავლეთს და დასავლეთის საქართველოს მოსახლეობას კი არ ინახავს, ინახავს მართლ წრეებს. 100%-ით ინახავს მართლ წრეებს. ამაზე ორი აზრი არ არის. მაგრამ საქართველოს მოსახლეობა გადაყარა. რუსეთში გათვალისწინებული საქართველოს მოსახლეობაც იყო. ცოტათი, მაგრამ მაინც. ესე იგი, კომუნისტურ რუსეთის პირობებში არცთ ქართველი სამუშაოდ საზღვარგარეთ არ გარბოდა, თავში არ მოუვიდოდა. იყო და ყველა კარგად იყო ასე თუ ისე. სწავლობდნენ, ჭამდნენ, სვამდნენ. საჭმელის გულისთვის მოკლედ არავინ არ მუშაობდა რა, ესეთი რა სხვა იდეალები იყო იქა და სხვა ოცნებები. რატო ვიძახი იცით ამას, როცა ხარ ვიღაცაზე დამოკიდებული, უნდა შეგეტყოს. დამოკიდებულება, იმის დამოკიდებულება კი არა, რომ ტყავი გამაცრო. დამიქვემდებარო მხოლოდ იმისათვის, რომ ტყავი გამაცრო. დღეს საქართველოს დამოკიდებულია ტყავის გასაძრობად.
დასავლეთზე ვართ დამოკიდებული და ხალხს ტყავიძრება და ზემოთ სათავეში ვინც არის ფუფუნებაში და განცხრომაში ცხოვრობს ამ სიტყვის ყველანაირი გაგებით. არაფრის პასუხისგებლობა, აი დაწყებული ოპოზიციონერების ჩათვლით ყველა მაგრა ცხოვრობს. არავის არაა გაჭირვება რა მოკლედ. არავის რა, ყველას რაღაცა გზები აქვს. ზოგი პარლამენტში ზის, ზოგს მაყავს ისა, ზოგს იმის ისაყავს ნათესავი, ზოგი მეგობრის მეგობარია. არ ჩალვარამიშვილს უჭირს ტელევიზორში ზის მეგობრები რაღაცა, ახლა მაგას რო უჭირს ახლა სალაკლაკოდ დაჯდება ტელევიზორში. არავის არ უჭირს, არც ბუჯანაძეს არ უჭირს. ხედავთ რა მდგომარეობაში ჩავარდით ჩვენ აი ქართველები. ეს ყველაზე ცუდი მდგომარეობა არის. ხო, ისეთი დამოკიდებულებას ვეზიარეთ, დამოუკიდებლობაზე ლაპარაკიც არ არის. მაგრამ ისეთ დამოკიდებულებაში ჩაგვაგდო ღმერთმა რომ ტყავი გძრება დამოკიდებულობისა გამო. მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას. და აი ეს ხალხი, ვინცაც ჩააბარეს ჩვენი ტყავის გაძრობის საკითხები, ისე კარგად ცხოვრობენ, მეტი რომ არ შეიძლება. ამას ემატება ადგილობრივი მთავრობის მიერ ტყავის გაძრობა ხალხის ეკონომიკური გადასახადები, გაძვირებები ცხოვრების, ამოღებები, დაუნდობელი ბრძოლა ქართველების წინააღმდეგ, რომ არ მიიღება არავითარი შენ ფული არა გაქვს, არა გაქვს, ამ ჩემ ფეხებს აგერ. ეს არის უფრო ესეთი ქურდული გაგება, რო იცი რა. ქურდი ხო იცით რომ ვალი რომ აი არ ვიცი მე, ფული მომიტანე. რა გზით იშოვი, სულ არ მაინტერესებს მეга. ფული მომიტანე, ვალი. დღეს მთავრობას არ აღელვებს ეგ, გადამიხატე. არ გადაიხდი? არ გამოუშვება. როგორ გადაიხდი, შენი პრობლემა არის. არ ითვალისწინებს ის რომ არ მუშაობ. არავინ არ მუშაობს, სამუშაოები არ არის. გაჭირვებული ვართ. გაჭირვების თავისი გაგება შემოგთავაზა მთავრობამ. მაცივარი გაქვს სახში, გაჭირვებული არ ხარ. კრიტერიუმად რომ მაცივარი იქნება სახში იმის ის კრიტერიუმად რომ გაჭირვებულად არ ჩაითვალო, ესე იგი ცოტა ავათარი ხალხი, ხო? მაცივარი ჯერ ერთი არ არის იმის კრიტერიუმი რომ კაცი შევაფოცო დიდარია თუ არა. ეს ისეთივე აუცილებელი ნივთია დღევანდელ პირობებში საქართველოს კი არა მთელ მსოფლიოში რომ ეს აუცილებელი ატრიბუტი არის. და ეს საერთოდ რომ არ აქვს ადამიანს მე მიუტან და აჩუქო. გახსოვთ ალბათ სიღარიბის ზღვარს როგორი აღწერენ თუ რა ისა გაქვს მაცივარი და ტელევიზორი დამთავრდა მდიდარი ხარ. შენ გადაახმარება არ გეკუთვნის. აი ესეთი მდგომარეობა ახლა საქართველოში კატასტროფული მდგომარეობაა მეგობრებო და ახლა რუსეთი იქცეოდესო ესეც არაფერი სასიხარულო არ არის დღედაღამე მიყვირო ტრიბუნიდან რუსეთი იქცევა მე მთავარი არის ჩემი არ დავიქცე და რუსეთის დაქცევა რა სასიხარულო არის და ან მისი სიმდიდრე რაში მაინტერესებს რომ მიყვირი ხარ დაიქცა კაცო ჩემი ოჯახი როგორ არის ჩემი ოჯახი და ჩვენ როგორ ავართ და დღეს როგორ არის აი გაუთავებელი ყვირელია რუსეთი დაიშლება რუსეთი ის იქნება და რამტო უნდა უხაროდეს ადამიანებს ეს მე ვერ გავიგე რა პოლიტიკა არის საკითხი ასე ისმის ახლა პუტინი მოვიდა გამოიცვალა პოლიტიკური შეიძლება რამე კავკასიის იმაზე ორი იმით განვიხილოთ პირველი თუ პუტინს აქვს ისეთი რამე რომ აღადგინოს იმპერია რუსული თქვათ იმპერია და იყოს ლიდერი ამ ევროაზიურ ზონაში ეს ან უნდა განახორციელოს მან პოლიტიკურ-ეკონომიკური რეფორმებით ისეთი რაღაცა გაავრცელოს მაგ წერეზე რომ ადამიანები თავისინები წავიდნენ ამ იმაში და მეორე ძალადობით რაც გამორიცხული არის დღეს ძალადობას რუსეთი ვერ გამოიყენებს ვერსად თუ ნება არ დართეს მას ძალადობის აგრესია არის და ეს მოწონებული არ იქნება თვით მეგობარი ქვეყნების მიერაც კი არც ჩინეთი და არც ის არ მოიწონებს ძალადობას აშკარა ძალადობა ტანკზე დაჯექი და დაიპყარი საქართველო დაიპყარე თქვა ბალტიისპირეთი ესეთ რამე არ შეიძლება დღეს ეს ხანა აღარ არის მე ვფიქრობ ამ გზას რუსეთი აღარ დაადგება თუ ვინმე დააყრის ბომბებს მაშინ ჩაებმევა ომში და ისე ქვეყანაგის დაბრუნება გინდოდეს ამ მეთოდით ეს უკვე ბლოკირებაში მოგაქცევს სულ რა და ეგ კარგ ტონად არ ჩაითვლება რუსებმა შეცვალა ესეთი ურთიერთობები უკვე და გადასული არის სხვა ურთიერთობებზე ისწავლა დასავლეთიდან და დემოკრატიული ღირებულებებში გაერკვა ეგა და მიხვდა დემოკრატია ეს არის დაპყრობის ახალი ფორმა და ამას რა კარგად ფლობდა ამერიკა არანაკლებად დავეუფლები ამას მე აი რუსეთი თუ დაიპყრობს ახლა იმ ქვეყნებს რომელიც დატოვა მან დაკარგა მხოლოდ აი ამ მეთოდით აგიტაცია პროპაგანდით და ცოტა უნდა დივიდენდები დაარიგოს თუ მოისყიდა ვიღაცეები ამიგე დაეხმარა ხო ამით არ არის ახლა წახალისებული ჩვენი ერი ილუზიაში არის ჯელერი და ეხლა გამოფხიზა რომ თურმე სააკაშვილს ამაგრებს დასავლეთი და არა ხალხს ახლა მიხვდა მაგას ნათელაშვილი არ იცი რომ ეგრე იქნება და რა ეხლა თუ გამომიცვალა სააკაშვილმა დასავლეთმა ისევ რა ხალხის სასიკეთოდ გამომიცვლის მაგას ეს ისევ ახალი ილუზია ისევ იმას დაეხმარება ვისაც მოიყვანს და არა ხალხს ხალხი ისევ შარვაჩახტილი იქნება